დღეს აღინიშნება ბონსაის საერთაშორისო დღე. ეს ყველაფერი უკავშირდება ერთ პიროვნებას, ეს არის საბურო კატო. მისი იდეა იყო ისეთი, რომ ბონსაის ადამიანმა რაც უფრო მეტი დაკავდებოდა ბონსაის შექმნით, უფრო მეტი მშვიდობა იქნებოდა დედამიწაზე. 30 წელი კიდე ცოტა მეტი კიდე დაკავებული ვარ ამ საქმით. ჩემთვის ახლა პირადად ეს ცხოვრების ნაწილია და დიდ დროს უთმობ, ალბათ თუ მთლიან დროს არა, ბონსაის კეთებას. ბონსაი არის წლებისზე გათვლილი სამუშაო და ამიტომ თავია დრო და მოთმინება ამ საქმეში. ყველაზე სასიამოვნო მომენტი ბონსაიში ის არის ახალი ბონსაის კეთება, როცა იღებ ნერგს და ჭირდება გარკვეული დრო, რომ მიხვდე რა ფორმა უნდა მიცე მაგას. ეს როგორც წესი, მის ზომას, მის ფორმას თვითონ ნერგი კარნახობ. თვითონ ბონსაის რაღაცა შედეგის მიღებას როგორც წესი 4-5 წელი ჭირდება. ბონსაი არის ჩვეულებრივი ხე, რომელმაც წელიწადში 4-ვე სეზონი უნდა გაიაროს. კი ამბობენ, რომ ასაკს არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ბონსაისთვის, თავარიაში ამბეჭდავების სახე, მაგრამ ეს შედეგი, მაგალითად, ფოთოლმცვივანი ხის ფოთლების გარეშე სილამაზის მიღება წლების მუშაობის გარეშე შეუძლებელი. დიდი ხანია მქონდა იდეაში, რომ ბონსაის კურსები გამეკეთებინა. 2022 წელს პირველი ჯგუფი ავიყვანეთ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ინტერესი არის, ყოველ წელს ჯგუფი ივსება და ძალიან მინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააგრძელოს ბონსაიზე მუშაობა და უფრო სერიოზულად მოგიდონ ხელი ამ საქმიანობას.